ხშირად არიციან ხოლმე თვითონ ქვიარებმაც კი. ყავაშიასხა სახეში ქვიარ წინააღმდეგობას, სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ყოველთვის აქვს შედეგი და აზრი. უხერხული იქნებოდა ჩემგან. საფოს ლექსებით აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი არის. ეს იყო მეგობრობაზე ბევრად უფრო მეტი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და გიო ცოტა უფრო სერიოზულები ვიქნებით და გაგიზიარებთ საინტერესო ფაქტებს ქვიარ წინააღმდეგობაზე, ქვიარ თემზე და ზოგადად ისეთ ამბებს, რომლებმაც ჩვენ მაგალითად ძალიან აღვაგვთოვანა და დაგვაინტერესა და იმედია თქვენც დაგაინტერესებთ. და გიო დაიწყებს. შენ თუ იცი ეს სტატურას ნიშნავს და რის ნიშანი არის? არა. ხო. აი ნაცისტურ გერმანიაში მოგეხსენება რომ მარტო ებრაელებს არ გამოვარჩევდნენ დისკრიმინაციისთვის და ასევე აკავებდნენ ქვიარ ადამიანებს და როგორც ებრაელებს სამკლაურს უკეთებდნენ მათი ნიშნით, ასე უკეთებდნენ ჰომოსექსუალ კაცებს უკეთებდნენ ვარდისფერ სამკუთხედს და ჰომოსექსუალ ქალებს ლურჯ სამკუთხედს და მას შემდეგ რაღაც ეს ქვიარ მოძრაობაში ეს მათ სამახსოვროდ სიმბოლოდ და წინააღმდეგობის სიმბოლოდ ასევე გამოიყენება და ხო, ну ეს გავიკეთე 18 წელს რო ვიყავი მაშინ და ხო, რაღაცნაირად იმ ადამიანებსაც ვიხსენებთ, ვინც ნაცისტურ გერმანიაში ამ რეპრესიებს შეეწირა და რაღაც ქვიერ წინააღმდეგობის სიმბოლოა და ძალიან მომწონს. კი. და არც ისეთი ფართო ცნობილი არის რა, ხშირად არიციან ხოლმე თვითონ ქვიარებმაც კი. ძალიან საინტერესო იყო, გიო, მე მართლა არ ვიცოდი. მე გაგიზიარებ და გავუზიარებ ჩვენს მსმენელს კომპტონის კაფეტერიის ამბოხს, რაზეც მეტნაკლებად იციან, მაგრამ მაინც თქვათ ისეთი ცნობილი არის როგორც სტოუნვოლის ამბავი. ეს მოხდა 1966 წელს აგვისტოში სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ უბანში და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ამბოხი? მოკლედ 1960-იან წლებში ზოგადად სან-ფრანცისკოში იყო ესეთი ტენდერლოინის უბანი, რომელიც იყო ფაქტობრივად ერთადერთი უბანი, სადაც ქვიარ თემი იკრიბებოდა და ზოგადად მარგინალიზებული ჯგუფები იკრიბებოდნენ და მათ შორის ტრანსგენდერი ქალები. და ამ უბანში იყო ესეთი კაფე, კომპტონის კაფე, რომელიც ღია იყო მთელი ღამით და ეს ადამიანები იკრიბებოდნენ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო პრესტიჟული ამ კაფეს ხელმძღვანელობისთვის, ისინი იძახებდნენ ხოლმე პოლიციას და ხდებოდა ეს დარბევები, ძალადობა ამ ადამიანებზე და ასე შემდეგ. და 1966 წლის აგვისტოში, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როდესაც პოლიცია მოვიდა და ცდილობდა ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი დაეკავებინა. ამ ქალმა გაუწია წინააღმდეგობა ყავაშიასხა სახეში, რასაც კი, ტრანსგენდერმა ქალმა ესე ყავაშიასხა სახეში და შემდეგ უკვე ატყდა მთელი ამბავი სხვა ქვიარ სტოუნვოლის. ეს იყო 3 წლით ადრე სტოუნვოლის ამბამდე და დაიწყო რაღაცების მსხრევა, ზოგი ყავას და ჭიქას ყრიდა, ზოგი ვიტრინებს ლეწდა და ასე შემდეგ. და რატომ არის რეალურად ეს ამბავი ასეთი მნიშვნელოვანი? ეს იყო ფაქტობრივად ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კოლექტიური ამბოხი ქვიარ თემის და იმის გარდა რომ თვითონ ფაქტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ამას მოყვა რაღაცა კონკრეტული ნაბიჯები. ერთი რომ შეიქმნა ქვიარ მხარდაჭერი ჯგუფები და ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად ტრანსგენდერი ადამიანის უფლებებისთვის იბრძოდნენ, ასევე სოციალური მხარდაჭერის ქსელი შეიქმნა, ასევე კერძოდ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის და ზოგადად სისტემამ დაიწყო გადახედვა იმ ძალადობრივი რეჟიმის და იმ ძალადობრივი ქმედებების, რაც იყო მიმართული მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ და ჩემთვის იმიტომ არის ეს ამბავი რაღაცნაირად აღსანიშნი, რომ რაღაცნაირად ჩანს, რომ ქვიარ წინააღმდეგობას, სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ყოველთვის აქვს შედეგი და აზრი. საინტერესო. შენ თუ იცი საიდან მომდინარეობს სიტყვა ლესბოსელი? რა ისტორიული წარსულია. უხერხული იქნებოდა ჩემგან. მაგრამ ანუ რატომღაც მომწონს ეს ამბავი და მინდოდა რომ მე მეთქვა ეს. აი ძველ საბერძნეთში იყო კუნძული, რომელსაც ერქვა ლესბოსი, სადაც ცხოვრობდა ლირიკოსი, პოეტი ქალი საფო, რომელიც წერდა ქალების სიყვარულზე და რაღაც ქალურ პერსპექტივაზე როგორ ხედავდა ცხოვრებას და აქედან გამომდინარე დაერქვა ქალებს, რომლებსაც აქვთ სექსუალური ან რომანტიკული ლტოლვა ქალების მიმართ, ლესბოსელი ქალები. და ესეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ სიტყვას და თვითონ ლესბოსელი ძალიან ლამაზი სიტყვა არის. და სხვა შორის საფოს ლექსებით აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი არის და აღმოფრთოვანებელია ის, რამდენი საუკუნით უკან ხდებოდა ეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ შემორჩა ჩვენამდე ეს ყველაფერი.
და რამდენი ისტორია დაიკარგა, რამდენი ქვია ადამიანის, ეგ ხო ძალიან გულის დამწყვეტი არის. ჩემი შემდეგი ფაქტი ეხება რომის იმპერატორს ელაგაბალუს, რომელიც მოღვაწეობდა ახალი წელთაღრიცხვით 218-222 წლებში და რატომ არის ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან საინტერესო და აღმოჩენაც იყო პრინციპში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი ადამიანი, რომელსაც შეგვიძლია დაუძახოთ ტრანსგენდერი. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, რა თქმა უნდა, რომის იმპერიაში ეს სიტყვა საერთოდ არ არსებობდა. ეს იმპერატორი მოითხოვდა, რომ მისთვის დაეძახათ არა ბატონო, ვთქვათ რა მიმართვის ფორმაც იყო კაცების, არამედ ქალბატონო და ასევე ითხოვდა, რომ მე ვარ დედოფალი და არა მეფე ან იმპერატორი, ხო? და ეს იყო ძალიან საინტერესო. არის რა თქმა უნდა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ მას ამას უგონებდნენ, რადგან ეს იყო მიუღებელი ფაქტი და მისი მტრები ასე, ვთქვათ, მის მტრებს სურდათ, რომ შემოენახათ ისტორიისთვის, მის შესახებ ასეთი ამბავი, მაგრამ გარკვეული მეცნიერები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს სიმართლე და ძალიან საინტერესო იყო ის მომენტი, როცა ერთ-ერთ წყაროში წერია, რომ ეს იმპერატორი ძალიან დიდძალ ქონებას თავაზობდა ექიმს, რომელიც შეძლებდა მისთვის ქალის რეპროდუქციული ორგანოების ქირურგიულად გაკეთებას, ხო, ქირურგიულ ჩარევას და ფაქტობრივად ეს არის წარმოიდგინეთ რომელ საუკუნეში პირველი მცდელობა ტრანსგენდერი ადამიანის მცვლელების და მთელი ამ პროცესის, რომელიც იდეაში დღემდე არის ძალიან რთული საკითხი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ეგ ამბავი ძალიან გულისამაჩუყებელია. ხო, ძალიან საინტერესოა მართლა, თუ კი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ძალიან ნათელი მაგალითია იმისი, რომ ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებთ, ქვიარ თემში რა პრობლემებიც არსებობს, თუ რა საკითხებიც, ეს არ დაწყებულა დღეს, ეს არ დაწყებულა არც საქართველოში და არც ევროპის სხვა ქვეყნებში, არამედ საუკუნეების წინ დაიწყო, როდესაც არც პროპაგანდა მოქმედებდა, ვერც ვერავის გავლენა იქნებოდა, არამედ ადამიანები ბუნებრივად გრძნობდნენ რაღაცებს და შესაბამისად იქცეოდნენ. ამიტომ ხოლმე ძალიან მომწონს ეს ფაქტი და ეს ამბავი. ნამდვილად. თუ გაგიგია წმინდა რაზმის შესახებ? აი ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ უფრო არა. ეს ჩემი საყვარელი ფაქტი არის, იმიტომ რომ ანტიკური საბერძნეთით ძალიან დაინტერესებული ვარ, მადლობა ლევონ ბერძენიშვილს და ძალიან გამიხარდა, როცა ამ ფაქტს გადავაწყდი, იმიტომ რომ რაღაც ფართოდ ცნობილი და გაშუქებული არ არის ეს ისტორიული ფაქტი. ანტიკურ საბერძნეთში იყო ესეთი ქალაქი თებე, სადაც არსებობდა თებეს წმინდა რაზმი, რომელიც შექმნა თებეს მმართველმა გორგიდამ და ეს იყო განზრახ წინასწარი გეგმით შექმნილი 300 კაციანი ელიტური რაზმი, სადაც წყვილებად იყო ეს 300 კაცი, ანუ 150 წყვილი. და აუცილებელი იყო, რომ წყვილებს აკავშირებდეთ სიყვარული და ერთმანეთის მიმართ ერთგულება. და ბევრი წყარო არის, რომელიც წმინდა რაზმზე წერს და აშკარა არის, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეგობრობა. ეს იყო მეგობრობაზე ბევრად უფრო მეტი. და მიიჩნეოდა, რომ სიყვარულით დაკავშირებული კაცები ბრძოლის ველზე უფრო თამამები არიან და რაღაც ერთმანეთის ხათრით და ერთმანეთის დაცვის მოტივით უკან არ დაიხევდნენ და რეალურად ესეც იყო, იმიტომ რომ ანტიკურ საბერძნეთში სამხედრო ეთიკით და ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული სპარტელები დაამარცხა თებეს წმინდა რაზმმა და საბოლოოდ ეს წმინდა რაზმი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მამასთან ფილიპე მეორესთან ბრძოლაში და დღემდე ძველ საბერძნეთში არის აღმართული იმ ველზე, სადაც ეს ბრძოლა მოხდა და სადაც ყველანი დაიღუპნენ, აღმართული არის ლომის დიდი ქანდაკება, რომელიც ანტიკურ ეპოქაში აღიმართა და მე-19 საუკუნეში გათხრების შედეგად ისევ აღმოაჩინეს. ძალიან საინტერესოა. ზოგადად უხდებათ კაცებს სიყვარული. ფაქტია. ხო, მე არ მაგრამ ყველა სითამამას არ აძლევს. ხო. პირიქით. ზოგჯერ. კი ბატონო. ჩვენ რადგან ეს ისტორიული მიმოხილვები გქონდა, ერთი ფაქტი მოვიყვანოთ საქართველოსდანაც, საქართველოს ისტორიიდან, უახლესი ისტორიიდან, ასე ვთქვათ, მოკლედ ძალიან საინტერესო ამბავი არის ის, რომ ვიცით, საბჭოთა კავშირში მოქმედებდა კონსტიტუცია, სადაც არსებობდა ერთი ასეთი მუხლი, 121 მუხლი, რომელშიც სისხლის სამართლის კოდექსის, სადაც ეწერა, რომ მამათმავლობა, აი ამ სიტყვით, იყო დასჯადი. გონია რომ მალე დაბრუნდება იქ.
ჩვენაც ხო, არის მაგის საშიშროება ნამდვილად, მაგრამ 1999 წელს, როდესაც საქართველო გახდა ევროსაბჭოს წევრი, ამ გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მისი კანონმდებლობა, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა უნდა მოსულიყო თანხმობაში ევროპული საბჭოს კანონმდებლობასთან და კონვენციასთან, რომელიც გულისხმობდა ადამიანის უფლებების დაცვას. და ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავი მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად queer თემისთვის 2000 წლის ივნისში ეს სისხლის სამართლის კოდექსის 121 მუხლი გაუქმდა და მამათ მავლობა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, აღარ იყო დასჯადი და ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კანონმდებლობის დონეზე, სადაც queer თემის უფლებებისთვის, მათი გაუმჯობესებისთვის რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, როდესაც დღეს ამაზე ვსაუბრობთ ამ თემაზე, ძალიან სასაცილოა იდეაში, იმიტომ რომ უკვე 2026 წელს იმის მაგივრად რომ რაღაცა პროგრესი გქონდეს ამ მიმართულებით, დღეს გვაქვს ანტი-LGBT კანონი და შესაბამისად ყველაფერი უფრო ცუდადაა, ვიდრე ეს იყო 2000 წელს ფაქტობრივად. მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს დაფიქსირდა ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია რომ საინტერესო ფაქტები გამოგვივიდა და ტყუილად არ ამბობენ რომ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული, ძველი არის და თუ გვინდა რომ თანამედროვე პრობლემებს გაუმკლავდეთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ ისტორიაში, აღფრთოვანებასაც მივიღებთ, რაღაც мотиваციასაც და რა ვიცი, ზოგადად უბრალოდ საინტერესოც არის ჩემი აზრით. იმედია რომ თქვენც მოგეწონათ. კი ბატონო და თქვენც გაგვიზიარეთ რამე საინტერესო ფაქტები თუ იცით.